ყველა სოციალურ მედიაშია და ანუ იქიდან უფრო მეტს იგებენ, ვიდრე ზოგადად და ნეგატიურიც და დადებითი ინფორმაციაც, ანუ ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის აზრის ჩამოყალიბებაზე. ძალიან დიდი როლი აქვს მედიას, თუნდაც ქალი ფეხბურთელებისა, თუნდაც ქალი სპორტსმენების წარმატებაში რა. კი, ნაკლებად ხშირად აშუქებენ ქალების ფეხბურთს კაცებთან შედარებით. რა თქმა უნდა, ვამჩნევ ხოლმე ქალი სპორტსმენების და ქართული ქალთა ფეხბურთის მიმართ შეცვლილია ყურადღება, მაგრამ არა იმ დონეზე და იმ ეტაპამდე მისული არ ვართ, როგორც მამაკაცთა ფეხბურთი, თუმცა პროგრესი ნამდვილად არის, ეს ნამდვილად უნდა დავინახოთ, მაგრამ იმ სიხშირის არ არის. ძირითადად გასვლითი თამაშების ჩვენება უფრო პრობლემა არის ხოლმე, ვიდრე საშინაო. ეხლა ამ პრობლემას არ შევხვდებით ჩვენ ინგლისში, იმიტომ რომ იქ იმდენად უყვართ ფეხბურთი, ანუ არ ასხავებენ. მაგრამ იყო პერიოდი, რომ თავისთავად ინგლისსაც ჰქონდა მსგავსი პრობლემა, ეს ალბათ უფრო ქვეყნის მენტალური მდგომარეობა, რასაც საზოგადოება უნდა შეეგუოს და სწორედ აი ეხლა რასაც ვაკეთებთ ჩვენ, ვფიქრობ, რომ მაგ მხრივ უნდა შეეგუოს, იმიტომ რომ რაც უფრო ხშირად მივაწოდეთ ინფორმაციას საზოგადოებას, თავისთავად მათი მენტალური მდგომარეობაც სხვანაირი იქნება. საქართველოში რაც დავაკვირდი ეგრეა და უცხოეთში შედარებით პოპულარიზაცია უფრო არის ქალთა ფეხბურთზე. ნაკლები მოთხოვნა მე თვითონ ქალთა ფეხბურთზე რა და ანუ სურვილიც ნაკლებია რომ ფეხბურთი ითამაშოს ქალმა. ძირითად შემთხვევაში, როცა რაღაცა სერიოზულ წარმატებას ვახსოვთ, ხომ აი მაგალითად ქალთა ნაკრები რო ევროპის ჩემპიონატზე გავედით, საკმაოდ დიდი ყურადღება დაეთმო, თუმცა უცბად მერე ჩაქრა ყველაფერი და თითქოს მარტივად დაივიწყეს ყველაფერი, თუმცა იმ პერიოდში მართლა ნამდვილად სადაც უნდა შესულიყავით სოციალურ ტელევიზორში ნებისმიერ ყველგან ჩვენ ვიყავით. არის ხოლმე მომენტები რომ ბრაზდები, მაგრამ მე ვხვდები ხოლმე რომ ის ადამიანი რომელიც ჩვენზე სიტყვაზე ცინიკურად ან ირიბად ცინიზმით შემოიფარგლება ხოლმე არ უნდა გაუბრაზდე, იმიტომ რომ ძირითადად ადამიანები რომლებიც წარმატებულები არიან, შრომის მოყარეები არიან, ვინც იცის ამ ყველაფრის ფასი, ენერგიის გაღება საკუთარი თავისგან, გონია რომ ასეთი ადამიანები ასეთ კომენტარს არ წერენ რა.